როგორ დავგეგმოთ სამსახურიდან წამოსვლა, ისე რომ შევამციროთ რისკები, გავუმკლავდეთ ჩვენს ვალდებულებებს და მეტნაკლებად გქონდეს ფინანსური სტაბილურობა შემდეგი 6-12 თვე. გამარჯობა, მე ვარ ელენე, ეს არის ჩემი არხი Reverse Monday და დღეს გადავწყვიტე, რომ ნაბიჯ გამეარა თქვენთან ის ეტაპები, რაც გავიარე მე თვითონ სამსახურიდან წამოსვლამდე და მას შემდეგ და ასევე ამოვიწერე ჩემი მაყურებლის მიერ დასმული კითხვები, რაღაცნაირად კატეგორიებად დავყავი და თან პარალელურად ამ ვიდეოს დავურთავ, ალბათ უკვე აქ არის პატარა პრეზენტაციას, რომელსაც სურვილის შემთხვევაში მომწერეთ და გამოგიგზავნით მეილზე. ეხლა კი დავიწყოთ მომზადება სამსახურიდან წამოსასვლელად. მოკლედ მოგიყვებით ჩემი წამოსვლის ისტორიას, ასევე როგორ უნდა მოვემზადოთ ემოციურად, როგორ უნდა დავგეგმოთ სამსახურიდან წამოსვლა, რამდენი ხნით ადრე, რა უნდა გავითვალისწინოთ, როგორ უნდა მოვემზადოთ ფინანსურად, შევადგინოთ ბიუჯეტი, შევცვალოთ ცხოვრების სტილი თუ სხვა, ესე ვთქვათ, საჭირო ნაბიჯები გადმოვდგათ, უშუალოდ წამოსვლის პერიოდს, ანუ როგორ უნდა წამოხვიდეთ ისე, რომ თქვენს არ იყოთ ნაწყანი, არც დამსაქმებელი იყოს ნაწყანი, იმიტომ რომ შეიძლება მომავალში დაგჭირდეთ ერთმანეთი ან თუნდაც საკონსულტაციო ურთიერთობაში გადაიზარდოს თქვენი შრომითი ურთიერთობა. ასევე განვიხილავთ რა ხდება სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, მაშინ როცა არ იცი კონკრეტულად რა საქმეს იწყებ, ან შეიძლება იწყებ, მაგრამ ესე ვთქვათ, არის ჩანასახი და არ არის გაწერილი მიზანი, არის მხოლოდ იდეის დონეზე და ბოლოს რაღაც რეკომენდაციები და რჩევები იქნება ჩემგან. ძალიან გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და ასევე გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს ეს ეპიზოდი, ვისაც შეიძლება აქვს გაჩენილი ფიქრი, რომ უნდა სამსახურიდან წამოსვლა, ან უკვე აქვს გადაწყვეტილება, რადგან გულწრფელად გავაზიარებ ყველა იმ ეტაპს, ნაბიჯს და გამოწვევას, რაც მე პირადად გავიარე და საკუთარ თავზე გამოვცადე და მგონია, რომ ეს რაღაცნაირად შეუმსუბუქებს სხვა ადამიანებს თავიანთ გასავლელ გზას და თუ არ შეუმსუბუქებს, არც ავნებს, შეიძლება რაღაცნაირად უბრალოდ გამამხნევებელიც კი იყოს. ასევე გთხოვთ, რომ დამიწეროთ კომენტარებში, რა კითხვები გაინტერესებთ ზოგადად კარიერის ცვლილებაზე, ახალი სამსახურის პოვნაზე, საკუთარი საქმის დაწყებაზე, რადგან მე მინდა ჩავწერო ისეთი ეპიზოდები, რომლებიც იქნება რელევანტური და საინტერესო ჩემი აუდიტორიისთვის. როგორ წამოვედი სამსახურიდან? სამსახურიდან წამოვედი იმიტომ, რომ ჩემი პროფესიის მიმართ აღარ მქონდა ინტერესი, აღარ მქონდა мотиваცია და მაღალი ხელფასი, კარგი ბონუსი და საერთაშორისო გარემო არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ თავი მეგრძნო ბედნიერად. ვიყავი კორპორატიული იურისტი 15 წლიანი გამოცდილებით, აქედან 8-9 წელი მუშაობდი საერთაშორისო კომპანიებისთვის და მქონდა ძალიან კარგი პოზიციები, კარგი ხელფასი, ბონუსი და ასე შემდეგ. თუმცა იყო ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა, 6 წელი არ მქონია მშობლება, მუშაობდი ყოველდღე კვირა დღის გარდა და ძალიან დავიღალე და მაშინ როცა ჩემს საოცნებო სამსახურში მოვხვდი, საოცნებო არა საქმის თვალსაზრისით, რომ ნეტავ აქ ვიყო კორპორატიული იურისტი, არამედ პირობების, ხელფასის, გარემოს, ესე ვთქვათ, ტოქსიკურობისგან დაცრილი მენეჯმენტის სივრცეში როცა მოვხვდი, მივხვდი, რომ ესეც არ იყო საკმარისი, რომ თავი მეგრძნო ბედნიერად და უბრალოდ მე მქონდა კონფლიქტი ჩემს პროფესიასთან და ზოგადად კორპორატიულ კულტურასთან და კორპორატიულ სტანდარტებთან და იმასაც მივხვდი, რომ მე ერთი ვერ შევცვლიდი ამ კულტურას და სტანდარტებს, რაც არის, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ადამიანი, აღარ ქონდეს თვითონ თავისუფალი დრო, საკუთარი იდეები, არ იცხოვროს საკუთარი მიზნისთვის. მოკლედ ამ ყველაფერს მე ვერ შევცვლიდი, ამიტომ
მე თვითონ გადავწყვიტე რომ წამოვსულიყავი ამ სივრციდან. ამ სივრცეში შიგნით ყოფნა იყო ჩემთვის დამანგრეველი და მივხვდი რომ მე თუ მინდოდა რაიმე გავლენა მქონოდა ზოგადად იმაზე რომ ადამიანებს უკეთ ეგრძნოთ თავი სამსახურებში, მე შემეძლო მქონოდა ჩემი კომპანია, რომელიც ჩემ მიზნებზე იქნებოდა, ჩემს კულტურაზე იქნებოდა აწყობილი და იქ შემექმნა ისეთი სივრცე, როგორშიც მე თვითონ ვისურვებდი მუშაობას და ეხლა ვარ ზუსტად ამ პროცესში. ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა შემომივიდა და წავიკითხავ და აქვე გავცემ პასუხს. მქონდა თუ არა გეგმა სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ. სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ გეგმა არ მქონდა რა პროფესიას ავირჩევდი და რა საქმიანობას, მაგრამ მქონდა ბიუჯეტი იმისთვის, რომ საკუთარი თავისთვის მიმეცა ფიქრის დრო და ასევე თუ დამჭირდებოდა ახალი ესე ვთქვათ, ცოდნის მიღება ამ ბიზნესის დაწყება მქონდა ამის ფინანსური მზაობა. აქედან გამომდინარე გეგმა არ მქონდა, თუმცა მქონდა ბიუჯეტი, რაც მაძლევდა საშუალებას, რომ ყოფილიყავი მშვიდად და სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი პირადი გამოცდილებით ასე იყო, რომ სამსახურში იმდენ დროს ვატარებდი, დაახლოებით 10-დან 14 საათამდე მუშაობდი დღეში, რომ ფიზიკურად არ მქონდა დრო, რომ დამჯდარიყავი ან დავწოლილიყავი და მეფიქრა რისი კეთება მინდა შემდეგ. თან ესეთი რაღაცა გამოხატული ინტერესი ან ჰობი არ მქონია. ერთადერთი რაც ვიცოდი იყო, რომ სულ მიყვარდა კითხვა და ცოდნის გაღრმავება, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ნეირომეცნიერების მიმართულებით და მიყვარდა წერა. ეს იყო ჩემი, ესე ვთქვათ, კონტურები, მაგრამ ის რომ მე მინდოდა კოუჩინგი ან პოზიტიური ფსიქოლოგიის სწავლა, კვლევა და მწერლობა და ასე შემდეგ, ეს გეგმები მე არ მქონია მაშინ, როცა სამსახურში ვიყავი. მეორე კითხვა არის ასეთი, შენი სამსახურიდან წამოსვლის განზრახვაზე სხვამ თუ იცოდა? ჩემი სამსახურიდან სავარაუდო წამოსვლის განზრახვაზე იცოდა დედაჩემა, მამაჩემა და ჩემმა ქმარმა, ჩემმა ძმამ. ოღონდ აი უფრო ვარაუდის დონეზე რა, ესეთი პერიოდი იყო, რომ ხელშეკრულება ან უნდა გამეგრძელებინა 5 წლით, ან როცა მთავრდებოდა, უნდა დამემთავრებინა და ვამბობდი ის დრო რო ახლოვდებოდა, რომ რაღაც ვერ ვხედავ ჩემ თავს ისევ ამ სივრცეში. ან მაგალითად უკვე კოვიდის დროს მეგობრები რომ მეკითხებოდნენ, კაი რა, რამდენს მუშაობ, სულამდენი უნდა იმუშაო, შენ ისევ მუშაობ, დაბადების დღეზე ლეპტოპით მოხვედი, მოკლედ რომ დავღალე ამ ჩემი მუშაობით და რუტინით, ჩემი პასუხი იყო ძალიან კაფი, ოღონდ საიდან მქონდა ეს პასუხი არ ვიცი, მაგრამ ვიცოდი და ესე ვამბობდი, რომ 35 წლის ასაკში მე აღარ ვიმუშავებ სხვისი მიზნებისთვის, ვიმუშავებ საკუთარი მიზნებისთვის და ჩემი მეგობრები სავარაუდოდ, რომლებიც ამ ვიდეოს ნახავენ, შევახსენებ, რომ მაშინ მეუბნებოდნენ, რომ ჩვენ არ გვჯერა, რომ შენ აღარ იმუშავებ, იმიტომ რომ შენ ისეთი ადამიანი ხარ, რომელსაც ჭირდება, რომ ბევრი საათი იმუშაოს და ანუ ეგონათ, რომ სულ სხვაზე ვიმუშავებდი, ამ რეჟიმში და დღეს ეს სხვისი ელემენტი გამოვაცალე ჩემ კალენდარს რო ჩახედა, ისევ ეგეთ დღეშია, ისევ ბევრს მუშაობ, ბევრს ვსწავლობ და საკუთარი თავის განვითარებაზე ვზრუნავ, თუმცა არ შეცვლილა, ესე ვიტყვი, ჩემი სამუშაო საათების რაოდენობა, მაგრამ შეიცვალა სამუშაო საათების შინაარსი და ზოგადად მუშაობის შინაარსი. ადრე თუ სხვისი ბიზნესის განვითარებაზე ვზრუნავდი, ეხლა ვზრუნავ საკუთარი თავის და ბიზნესის და პერსონალური ბრენდის განვითარებაზე. რაც შეეხება უშუალოდ წამოსვლის გადაწყვეტილებას, ორი სამსახური მქონდა, ერთი ფიზიკური და ერთი ონლაინ და ორივე მივიღე მე თვითონ, აი ესე ჰოპ, რომ აღარ მინდა მორჩა, მე აქ აღარ გავაგრძელებ და მოკლედ ორივედან წამოვედი, თუმცა სხვადასხვა დროს, იმიტომ რომ ხელშეკრულებით სხვადასხვა ვალდებულება მქონდა ორივე დამსაქმებელთან. მესამე კითხვა არის, როგორ ვუმკლავდებოდი შიშს და გაურკვევლობას. შიში და გაურკვევლობა სამსახურიდან წამოსვლამდე არ მქონია, იმიტომ რომ თავი მოვამზადე ფინანსურად, ასევე შევცვალე ცხოვრების სტილი, შევამცირე ჩემი
ხარჯები, გადავაზღვია, ესე ვთქვათ, ჩემი ფინანსური ვალდებულებები და ასე შემდეგ და მეტნაკლებად ეგ ესე ვთქვათ, ნაწილი ფინანსების არ მიქმნიდა შიშს და გაურკვევლობას და როცა ფინანსების გამო აღარ გეშინია სამსახურიდან წამოსვლის, ანუ ზოგადადაც უფრო დავდაჯერებული ხარ ყველაფერში, იმიტომ რომ არ ვიცი ახლა თქვენ ფულზე რას ფიქრობთ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ნეიტრალური ენერგია, რომელსაც თუ კარგი მიმართულებით მიმართავთ, კარგი ენერგია გახდება, თუ ცუდი, ესე ვთქვათ, მიმართულებით მიმართავთ, ცუდი გახდება და იმის არ მჯერა, რომ ეხა ფული ვიღაცას აფუჭებს და ასე შემდეგ. ამიტომ ჩემი სტაბილურობის და უშიშრობის შეგრძნება იყო დაკავშირებული ფინანსებთან, რაც მქონდა და შესაბამისად გაურკვევლობა კი იყო, მაგრამ არ მეშინოდა. ვიცოდი, რომ 2-3 წელში რაღაცას გადავწყვეტ და ავაშენებ ჩემს ახალ კარიერას. ან ძველი კარიერიდან გადავალ ახალ კარიერაში რაღაცა უმტკივნეულოდ. ანუ ჩემს შემთხვევაში სამსახურიდან წამოსვლისთვის მე ვემზადებოდი, რა ვიცი, 3-4 წელი, ანუ 2020 წლიდან შემიძლია ვთქვა. თუმცა იმ მომენტისთვის, როცა მომზადება დავიწყე, მე არ ვიცოდი რისთვის ვემზადებოდი. უბრალოდ ამას დავარქვი რაღაცნაირად ესეთი თავი ჩემს ცხოვრებაში, რომ მინდა ვიყო ფინანსურად დამოუკიდებელი და დავიწყე ძალიან ბევრი მუშაობა, თითქმის ყველა შესაძლებლობაზე კის ვიძახთი, პატარაზე, დიდზე, გავაკეთე ჩემი საკონსულტაციო სტარტაპები ამყავდა, შეიძლება რაღაცა მინიმალური თანხა ყოფილიყო, მაგრამ მაინც მომწონდა, იმიტომ რომ ეგ მიდიოდა ჩემს დანაზოგში. შემდეგი კითხვა არის, რა პერიოდი იყო გადაწყვეტილებიდან რეალურ ნაბიჯამდე? აი 2020 წელს მივიღე გადაწყვეტილება, რომ 2026 წლის შემდეგ აღარ ვიმუშავებდი სხვაზე და 2024 წლის თებერვალში ორივე სამსახურიდან წამოვედი, არც ერთთან აღარ მქონდა შეხება. ანუ რაღაცა დაახლოებით არასრული 4 წელი დამჭირდა იმისთვის, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა. და ბოლო კითხვა, ფინანსურად რამდენად მომზადებული ვიყავი? ფინანსურად ვიყავი მომზადებული, ანუ ჩემი საბანკო ვალდებულებები რაც იყო, ეგ ყველაფერი გათვალისწინებული მქონდა, რომ 2 წელი შეიძლება და არ მქონოდა შემოსავალი და ან ჩავხურე, ან რასთანაც იყო დაკავშირებული ეგ ვალდებულება, მაგალითად გავაქირავე, ანუ რომ თავისი თავი დაეფარა, ასევე მნიშვნელოვნად შევკვეცა ჩემი ხარჯები, ანუ განსაზღვრე, რომ რაც არ მჭირდება და არ არის აუცილებლობა და არის ფუფუნებისაგანი, როგორც ადრე ვიქცეოდი, ეგრე არ უნდა მოქცეულიყავი. შეიცვალა ჩემი ცხოვრების სტილი, ადრე თუ ძალიან ბევრს მოგზაურობდი, ნაკლები მოგზაურობა დავიწყე, ასევე როცა სამსახურში ვმუშაობდი პანამაში და აქ სამსახური იხდიდა სახლის ქირას, ცხოვრობდით უფრო ისეთ რაღაცნაირ ლაქშერი ძვირიან უბანში და შემდეგ გადმოვედით უფრო საშუალო დონის პანამელების ოჯახი, სადაც ცხოვრობენ ეგეთ უბანში და შევცვალე, ანუ ჩემი ცხოვრების სტილით. მარტო ის არ იყო, რომ ხელფასი დამაკლდა, ანუ ჩემი ცხოვრების სტილით შეიძლება 3-4 ჯერ ნაკლებ ხარჯს მოითხოვდა ვიდრე მანამდე და ამანაც რაღაცნაირი სიმშვიდე მომიტანა, რომ ის, ესე ვთქვათ, დანაზოგი რაც მქონდა, არ ვეცი და არ გავხარჯა პირველ 3 თვეში, მაგრამ კი, ფინანსური დანაზოგი მქონდა და ჩემი რჩევა იქნება, რომ ყველას ქონდეს დანაზოგი, ან უკვე გაჩენილი ქონდეს მინიმუმ 1 და რაც შეიძლება ბევრი ალტერნატიული შემოსავლის წყარო, როცა წამოვა სამსახურიდან. სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ საკუთარ თავს ვუთხარი, რომ 2025 წლის ბოლომდე, ანუ დაახლოებით 2 წელში, უნდა გადაწყვიტო, რა გინდა, რომელ პროფესიას ირჩევ, რაში უნდა განვითარდე და ასე შემდეგ. და ასევე ავუხსენი ჩემ თავს, რომ არ არის საჭირო სწრაფად მივიღო გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, რაღაცას თუ გადავწყვეტ, რომ უნდა ვისწავლო, უნდა გავხდე იმ რაღაცაში ექსპერტი. ამიტომ არ მინდოდა ეს უცბად მიღებული გადაწყვეტილებები და
არ მინდოდა ასევე რომ შიშიდან გამომდინარე მიმეღო გადაწყვეტილება რომ აბა ეხა როდის დაიწყებ ისევ იმ ხელფასის გამომუშავებას რაც ქონდა ადრე ანუ მაგ შიშისგანაც გავინთავისუფლე თავი და შემიძლია ვთქვა რომ 2024 წელს და 2025 წლის პირველი 6 თვეც, ანუ აგვისტომდე, ჩანასახში გაჩნდა ფსიქოლოგია, კოუჩინგი და აი რაღაცა კონტურები გამოიკვეთა და როგორ მივხვდი რა მინდოდა ჩემი პროფესია ყოფილიყო შემდეგი ამაზე ძალიან კარგი სავარჯიშო მაქვს და შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარებში ან ინსტაგრამზე მომწეროთ თქვენი მეილი და გამოგიგზავნით და მოკლედ 2025 წლის ბოლო 6 თვე ძალიან ინტენსიურად გამოვიყენე ჩემი ესე ვთქვათ პიროვნული, სულიერი, მენტალური ყველანაირი ზრდისთვის და მათ შორის კარიერულისთვისაც დავამუშავე ჩემი შინაგანი ბავშვი და ძალიან დავმეგობდი ჩემ შინაგან ბავშვთან, რომელიც აქამდე მყავდა მიტოვებული დავიწყე სოფლიოს რა ვიცი ტოპ უნივერსიტეტში კოუჩინგის სწავლა 9 თვიანი პროგრამა ავიღე და ასევე დავრეგისტრირდი საერთაშორისო კოუჩინგის ფედერაციის მეორე და პირველი დონის გამოცდებზე ძალიან კარგად დავისვენე, დავიწყე ნელი ცხოვრების ტემპი, მაქვს ჩემი დილის რუტინა, შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში მადლიერება, სიმშვიდე, სტაბილურობა, ქაოსი თითქმის მინიმუმამდეა დაყვანილი. დავიწყე ჩემი არხი Reverse Monday და ადამიანმა, რომელსაც სოციალური ქსელები არ ქონია 2024 წლამდე, ადრე მქონდა Facebook-ი 2012 წელს და გავაუქმე და მას მერე სოციალური ქსელები არ მქონია, გადავწყვიტე და დავიწყე ჩემი პერსონალური ბრენდის შენება სოციალური ქსელების გამოყენებით და იმის პირობაზე, რომ ვარ პანამაში, ძალიან კარგად მიდის ყველაფერი და იმის გათვალისწინებით რომ დიდად არ დამიბუსტავს არაფერი, მე მგონი საერთოდ არაფერი არ დამიბუსტავს და მოკლედ ძალიან კარგად ვიზრდები და ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს ოღონდ ყველაფერი ხდება ამ 2 წლის მანძილზე ბოლო 6 თვის განმავლობაში. მე რომ საკუთარი თავისთვის არ გამეკეთებინა ფინანსური ბალიში, იძულებული ვიქნებოდი, რომ სწრაფად მომეფიქრებინა, რისი დაწყება მინდა და ასევე გარდა იმისა, რომ სწრაფად უნდა მომეფიქრებინა, რისი დაწყება მინდა, სავარაუდოდ ეგ სისწრაფე და შიში მოიტანდა იმას, რომ გაცნობიერებული არ მექნებოდა, რა არის ნამდვილად ჩემი მოწოდება და შემდეგი, ესე ვთქვათ, კარიერული ნაბიჯი. ეხლა გადავდივართ ემოციური მზაობის ნაწილზე, სადაც უნდა განვიხილოთ, ნამდვილად გინდა თუ არა სამსახურიდან წამოსვლა, თუ უბრალოდ გადაიღალეთ, შეიძლება დასვენება გჭირდებათ, ან მაგალითად უბრალოდ დამსაქმებლის შეცვლა გჭირდებათ და არა პროფესიის. ზოგადად, რა თქმა უნდა, არის სამსახურში სიტუაცია, რომ ვიღაცამ შეიძლება გაწყენინოთ, ან წლის ბოლოა და ბევრი საქმე გააქვთ, საბუღალტრო წლის დახურვა არის და ბევრი საქმე გაქვთ და რაღაცა ფიქრი გაჩნდეს, რომ ამ ერთკვირიანი, ორკვირიანი დაძაბულობის გამო საერთოდ აღარ მინდა მუშაობა. მაგრამ თუ ეს არის ყოველდღიური შეგრძნება, ანუ თქვენ ემოციურად უკვე ჩამოგიყალიბდათ მდგომარეობა და გადაწყვეტილება, რომ გინდათ სამსახურიდან წამოსვლა და ამას ყოველდღე ეწინააღმდეგებით, ანუ შინაგანი კონფლიქტი გაქვთ. მაგალითად, სულ ხართ უკმაყოფილო, დილით არ გიხარიათ გაღვიძება, ან გაღვიძება გიხარიათ და სამსახურში წასვლა არ გიხარიათ, მიდიხართ და ერთი სული გაქვთ, როდის უნდა მოვიდეს 6 საათი, თუ 6-ზე ამთავრებთ, რა თქმა უნდა, სამუშაოს. კვირას საღამო არ გიყვართ, იმიტომ რომ ორშაბათი მოდის და რაღაცნაირად აი რომ გადაცდება შუა დღის 4-5 საათს, კვირა დღეს უკვე წუხილი გაქვთ, რომ აი ნუ ხვალ ორშაბათია და რაც უდია უკვე კვირა საღამო მოვიდა. მაგალითად ის რომ
შეიძლება ძალიან ტოქსიკური გარემო იყოს, ვიღაცა შეურაცხყოფას აყენებდეს, ვიღაცას, ან არ ვიცი, სუდი სიტუაცია იყოს, მაგრამ იმიტომ რომ ფინანსური ვალდებულებები გაქვთ, შიშის გამო რჩებით იქ და რეალურად უფრო იუბედურებთ თავს და შიშის და ნეგატიური ემოციების მორევში ხართ და არ მოგწონთ თქვენი საქმე, ან პროფესია არ მოგწონთ, ან კომპანიის მისია არ მოგწონთ და აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ მაგალითად მაინც და მაინც შეიძლება NASA-ში უნდა მუშაობდეთ ან რაღაცა Google-ში ან ესეთში რომ უნდა მოგწონდეთ. ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც Google-ში, Apple-ში და მსგავს რაღაცა ტოპ წარმატებულ კომპანიებში მუშაობენ, რომლებსაც არ მოწონთ იქ მუშაობა და ერთი სული აქვთ, როდის სწავლენ სამსახურიდან, იმიტომ რომ მათ შინაგან მოწოდებას არ შეესაბამება. ანუ აქ უნდა განასხვაოთ. ერთი არის, რომ პროფესია არ მოგწონთ, როგორც მე კორპორატიული იურისტობა და ზოგადად იურისტობა აღარ მომწონდა და ჩემთვის იყო ძალიან სტრესული და დამღლელი და სულ ერთი იყო სად ვიმუშაობდი და რამდენი მექნებოდა ხელფასი მაინც დამღლელი იყო იმდენად რომ ეხა რომ ჭირდება რაღაცა მარტივი ხელშეკრულების გაკეთება მირჩევნია სხვას გადაუხადო თანხა ვიდრე მე დავждე 2-3 საათი გავაკეთო ჩემთვის საჭირო ხელშეკრულება ან პროფესია მოგწონთ, თქვენია და დამსაქმებელი ყავთ ძალიან ტოქსიკური ან ძალიან კი არა, არ მოგწონთ უბრალოდ ეს დამსაქმებელი. მაგ შემთხვევაში კიდევ უფრო მარტივად არის საქმე, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო დამსაქმებელს შეიცვლით, მაგრამ თუ თქვენი პროფესია არ მოგწონთ, მათ უკვე რამდენი დამსაქმებელიც არ უნდა შეიცვალოთ, სანამ პროფესიას არ შეიცვლით, არ გადაწყდება შინაგანი კონფლიქტი. ამიტომ აქ უნდა დაუკვირდეთ, საიდან მოდის უკმაყოფილება. იმიტომ რომ დამსაქმებელი არ მოგწონთ და თუ ის არ მოგწონთ, მაშინ ეძებთ ახალს, თუ პროფესია არ მოგწონთ, მაშინ იწყებთ ახალი პროფესიის და საქმიანობის შენებას. და ამ საკითხზე გვაქვს ესეთი კითხვები. როგორ გავარჩიოთ ნაჩქარევი ემოციური გადაწყვეტილება რეალური საჭიროებისგან? ნაჩქარევი იქნება ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ერთ კონკრეტულ ამბავს, სიტუაციას, იმან ასე მითხრა, ბონუსი არ მომწეს, ანუ ერთ სიტუაციას, რომელმაც გამოიწვია თქვენი ბრაზი, ან აღშფოთება, ან ასე შემდეგ, ამიტომ უნდა ააცადოთ, რომ ამან გაიაროს, ნორმაში ჩაჯდეს თქვენი რუტინა და მერე მიხვდეთ, მართლა მოგწონთ თუ არა იქ ყოფნა და რეალური საჭიროება არის მაშინ, როცა თქვენ ყოველდღიურად არაფერი არ გახარებთ იმ სამსახურში, ან გახარებთ მხოლოდ ის, რომ ერთ თანამშრომელს ხედავთ, ან ორს, იმიტომ რომ თქვენი მეგობრები არიან. უნდა დააკვირდეთ თქვენი საქმიანობა და კომპანია, სადაც მუშაობთ, განიჭებთ თუ არა სიამაყის გრძნობას, მოგწონთ თუ არა იქაური გარემო, გსიამოვნებთ თუ არა თქვენი საქმე და ასე შემდეგ. როგორ გადავლახოთ სამსახურიდან წამოსვლის შიში? განმეორდები, რომ სამსახურიდან წამოსვლის შიშის გადალახვის ყველაზე კარგი, ესე ვთქვათ, გზა არის ფინანსური მზაობა და ასევე სამსახურიდან კარგად წამოსვლა, რომ რეკომენდაცია გაგიწიონ თუ მომავალში, ესე ვთქვათ, გინდათ რომ სხვაგან დაიწყოთ სამსახური, ან მუშაობისას, ან ცოტა მერე იპოვნოთ თქვენი მოწოდება, თქვენი მისია, თქვენი საქმე, რითიც დაიწყებთ მუშაობას. ასევე ამას თუ მანამდე იპოვნით, სანამ წამოხვალთ, უკვე წამოსვლის შიში არ გექნებათ, იმიტომ რომ დამატებითი ალტერნატიული შემოსავლის წყარო გექნებათ. და გადაწყვეტილების მიღების პროცესში შეგიძლიათ ეს კითხვა დაუსვათ საკუთარ თავს. მზად ვარ თუ არა, რომ კიდევ ერთი წელი ვიმუშაო აქ იმის გათვალისწინებით, რომ არაფერი არ შეიცვლება, არც ხელფასი, არც თანამშრომლები, არც უფროსი, არც კომპანიის გარემო, კულტურა. შემიძლია თუ არა და თუ თქვენი პასუხი იქნება, რომ არა, ეს ერთი წელი ჩემთვის შეუძლებელია აქ რომ გავჩერდე, ერთი წელი კი არა, 6 თვეც არ მინდა აქ რომ გავჩერდე, მაშინ უნდა აუცილებლად დაგეგმოთ სამსახურიდან წამოსვლა, იმიტომ რომ არ შეიძლება ჩვენი, ესე ვთქვათ, დღის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი, როცა ვართ ეფექტურები და ენერგიულები, გავატაროთ ისეთ სივრცეში, სადაც არ ვიღებთ სიამოვნებას და არ ვითარდებით.
ჩემი აზრით ეხლა გადავდივართ ყველაზე საინტერესო ნაწილზე, რაც არის სამსახურიდან წამოსვლის დაგეგმა და აქ მაქვს 11 ნაბიჯი, 11 პუნქტი, რომელიც უნდა გაიაროთ საკუთარ თავთან, იმისთვის, რომ გეგმას მიეცეს სახე, ის შიში გადალახოთ და თქვენთან მოვიდეს სიმშვიდე. პირველი კითხვა, რაც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ, არის რატომ მინდა სამსახურიდან წამოსვლა? ამ კითხვაზე პასუხი რო გექნებათ, გეცოდინებათ, პროფესიის შეცვლა გინდათ თუ დამსაქმებლის შეცვლა გინდათ და იმის მიხედვით თუ რა იქნება პასუხი, სტრატეგია წამოსვლის იქნება შესაბამისი. მეორე კითხვა, რაც უნდა დაუსვათ საკუთარ თავს, არის როდის მინდა სამსახურიდან წამოსვლა? ანუ გაუსაძლისია თქვენი ყოფნა და არ შეგიძლიათ და ასე შემდეგ და თქვენი ჯანმრთელობისთვის ცუდია. თუ შესაძლებლობა გაქვთ დაუყოვნებლივ. საერთოდ ჩემი რჩევა იქნება თუ თქვენ განიცდით არ ვიცი ფიზიკურ სტრესს და ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ეს არის თქვენთვის მომწამლელი გარემო, წამოდით იმ დღესვე და ითხოვეთ დახმარება მეგობრებისგან, ოჯახის წევრებისგან, არ ვიცი სახელმწიფოს თუ აქვს რამე პროგრამები, იმიტომ რომ არაფერი არ ღირს ჩვენს ჯანმრთელობა, ჩვენს ჯანმრთელობას, როგორც ფიზიკურს, ასევე მენტალურს ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ. მაგრამ თუ არის ნორმალური გარემო, უბრალოდ ვერ ვითარდებით იქ, ან არ მოგწონთ თქვენი საქმე, პროფესიის შეცვლა გინდათ, მაშინ უკვე გააქვთ ის ფუფუნება, რომ დაგეგმოთ და დაგეგმოთ იმის მიხედვით, თუ როდის ააშენებთ თქვენს ესე ვთქვათ ფინანსურ ბალიშს, უსაფრთხოების ბალიშს, როგორც გინდათ ისე დავარქვათ. ანუ თქვენი წამოსვლის თარიღი უნდა იყოს პროპორციული თქვენი ფინანსური მზაობის, თუ არ გაქვთ უკვე ალტერნატიული შემოსავლის წყაროები, როგორც არის პასიური შემოსავალი, ან ნახევარგანაკვეთზე სხვაგან მუშაობა, ან არ ვიცი დროებით ოჯახის წევრისგან დახმარება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მესამე კითხვა, რაც უნდა დაუსვათ თქვენს თავს, არის სხვა დამსაქმებელს ვეძებ თუ საკუთარი საქმის დაწყებას ვაპირებ. თუ სხვა დამსაქმებელს ვეძებ, მივყვებით სხვა გეგმას და თუ საკუთარი საქმის დაწყებას ვაპირებ, მივყვებით სხვა გეგმას. თუ სხვა დამსაქმებელს ეძებთ, მაშინ არსაიდანაც არ მოდიხართ, თუ გაუსაძლისი პირობები არ არის და პარალელურად დადიხართ გასაუბრებებზე და უკეთესი შეთავაზების მიღებისას გადადიხართ ახალ სამსახურში, ანუ რაღაცნაირი ხავერდოვანი წყნარი გადასვლა გაქვთ, მაგრამ თუ საკუთარი საქმის დაწყებას აპირებთ, მაშინ უფრო მეტი ბიუჯეტი დაგჭირდებათ, თუ თანხებს მოითხოვს თქვენი საქმე, შეგიძლიათ სამსახურის პარალელურად უკვე დაიწყოთ ეს საქმიანობა და ნელ-ნელა ააშენოთ და მაშინ წამოხვიდეთ, როცა საბაზისო მოთხოვნილებებს უკვე ეს შემოსავალი გიკმაყოფილებთ, ან თუ გაქვთ ფინანსური ბალიში და მხარდაჭერა, უბრალოდ წამოხვიდეთ და დაიწყოთ საკუთარი საქმის შენება. და მეოთხე კითხვა არის თუ გინდათ თქვენი საქმის დაწყება და თქვენ საქმეში არ იგულისხმება მარტო ფიზიკური ბიზნესი, ონლაინ ბიზნესი, პროდუქტის წარმოება, ყველაფერი, რაც უბრალოდ თქვენ გინდათ რომ გააკეთოთ დამოუკიდებლად ან სხვებთან ერთად, მაგრამ არა სხვების დავალებით და სხვების მიზნების შესასრულებლად. რის დაწყებას აპირებთ და როგორ, ანუ რა რესურსები დაგჭირდებათ, რა დრო დაგჭირდებათ, უნდა გაარკვიოთ მომწოდებლები ვინ არიან, თუ მომწოდებლები არ გჭირდებათ, მაგალითად, რა, ესე ვთქვათ, კურსები შეიძლება გააკეთოთ, მარკეტინგი ისწავლოთ, სოციმედია ისწავლოთ და ასე შემდეგ. ანუ ზუსტი გეგმა უნდა დასახოთ იმ საქმიანობაში, რაშიც აპირებთ გადასვლას, როდის დაიწყებთ ფულის გამომუშავებას, რომ ესე რაღაც განუსაზღვრელი დრო არ იყოს სამსახურიდან წამოსვლასა და საკუთარი საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს შორის. თუ აპირებთ სხვა დამსაქმებლის მოძებნას, უკვე არსებულ სამსახურში სანამ ხართ, განაახლეთ თქვენი რეზიუმე, გადახედეთ რა არის ბაზარზე მოთხოვნები, LinkedIn-ი გააქტიურეთ და აყენეთ პროფესიული ფოტო, 1-2 სტატია დაწერეთ თქვენს თემაზე, გააქტიურდით, დაუკავშირდით HR რეკრუტერებს, გაუგზავნეთ თქვენი განახლებული რეზიუმეები, მოძებნეთ JobStreet-ზე, ან საერთაშორისო საიტებზე, ან Upwork-ზე, Freelancer
არის ესე ვთქვათ პოზიციები და დღეს ონლაინ სამყაროში შეიძლება პოვნა სამსახურის ონლაინ გასაუბრებით და შეიძლება საერთოდ არ იყოს ფიზიკურად მისვლა საჭირო ან ფიზიკურად იმ ქვეყანაში მუშაობა და აქ ერთი რჩევა მექნება ჩემი მაყურებლისთვის რომ რაც არ უნდა გადაწყვიტოთ ინგლისური გჭირდებათ ყველაფერში იმისთვის რომ გაცდეთ საქართველოს ფარგლებს ან თუნდაც საქართველოში შემოსულ საერთაშორისო კომპანიებში დაიწყოთ მუშაობა და გქონდეთ უფრო მაღალი ხელფასი თუ რამეს გეგმავთ 2026 წელს აუცილებლად საკუთარი განვითარების ინსტრუმენტებში შეიტანეთ ინგლისური ენის ცოდნა. იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ინგლისური არის საერთაშორისო ენა, ინგლისური ასევე არის დღევანდელ დღეს ხელოვნური ინტელექტის ენაც. ყველაზე გასწავლული ხელოვნური ინტელექტი არის ინგლისურ ენაზე და თუ გვინდა რომ საუკეთესო შედეგები მივიღოთ ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობისას და გავიმარტივოთ ჩვენი საქმიანობა და ცხოვრება, გვჭირდება ინგლისური. ამიტომ გააკეთეთ ფულის, დროის და არ ვიცი, ენერგიის, ესე ვთქვათ, ინვესტიცია ინგლისურ ენაში. მეექვსე ნაბიჯი არის უნარების გაღრმავება ან საერთოდ ახალი უნარების შეძენა. მიუხედავად იმისა, თქვენი პროფესიით აპირებთ თუ არა ახალი სამსახურის პოვნას, ან დამოუკიდებლად გინდა გახდეთ ანტრეპრენერები და დაიწყოთ თქვენი საქმე, აუცილებელია, რომ თქვენი უნარები განავითაროთ, გახდეთ თქვენი საქმის ექსპერტები და გაამრავალფეროვნოთ და რატომ? ძალიან კარგად ვიცით უკვე, რომ შემდეგ 5-10 წელში ძირითადი პროფესიების, რომელიც არის რუტინული, მექანიკური, არ საჭიროებს კრეატიულ გადაწყვეტილებებს და ასე შემდეგ, ჩანაცვლდება ხელოვნური ინტელექტი და ეს არ არის მითი, ეს არის რეალობა. პირველი ტალღა ხდება ინგლისურ ენაზე, იმენებზე, რომელსაც კარგად სწავლობს უკვე და აუცილებლად მოვა ქართულ სივრცეშიც, აუცილებლად შემოვა ქართულ ბაზარზეც და სულ ცოტა ხნის წინ Amazonis ისტორიაში მოხდა ყველაზე დიდი რეორგანიზაცია, როცა 13-დან 14,000 თანამშრომლამდე გაუშვეს ერთ დღეში სამსახურიდან, იმიტომ რომ ეს პოზიციები ჩაანაცვლა ხელოვნურმა ინტელექტმა და ვინც არ უნდა იყოს დამსაქმებელი საქართველოში და რაც არ უნდოდეს რომ ხალხს ხელი შეუწყოს იმაში, რომ კარგი შემოსავალი ქონდეს და ხელფასი, საბოლოო ჯამში ყველა ფიქრობს თავისი დამფუძნებლის დივიდენდზე, რამდენად მომგებიანი იქნება ეს საქმიანობა თავიანთი, ესე ვთქვათ, დამფუძნებლებისთვის და მეწილეებისთვის და აქედან გამომდინარე, თქვენ თუ არ იქნებით კრეატიული და პლუს ექსპერტი აუცილებლად ჩაგანაცვლებენ. ამიტომ აირჩიეთ თქვენი ნიშა და რაც შეიძლება გაიღრმავეთ და გაიღრმავეთ ცოდნა ამაში და ასევე პერსონალური ბრენდის აშენების გზით დაიმკვიდრეთ თავი. მეშვიდე ნაბიჯი არის პირველი 3-6 თვის გეგმის განსაზღვრა და აქ არ იგულისხმება მარტო ფინანსების განსაზღვრა, აქ იგულისხმება რაიმე კურსის გავლას აპირებთ თუ არა, დასვენებას აპირებთ, საბანკო ვალდებულებები გაქვთ, შვილები გყავთ, მათ საჭიროებები აქვთ ან არ გყავთ. ანუ ყველაფერი, რამაც შეიძლება იქონიოს ფინანსური გავლენა თქვენს პირველ 6 თვეზე სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, რაც თქვენს, ესე ვთქვათ, ინფორმაციულ ველშია და წინასწარ იცით, ან უნდა გცოდნოდეთ, ეცადეთ, რომ განსაზღვროთ იმისთვის, რომ გქონდეთ ნაკლები სიურპრიზები. მიუდექით პასუხისმგებლობით ამ ნაწილს და დაგეგმას, იმიტომ რომ მე შეიძლება აღმოჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, რომ იძულებული იყოთ იპოვნოთ ახალი დამსაქმებელი და რომელიც როგორც წესი თუ სამსახურიდან წამოსული ხართ, ნაკლები მოლაპარაკების ბერკეტი გაქვთ და არ არის ხოლმე ისეთი კარგი და კონკურენტუნარიანი, როგორც იქნებოდა რომ მუშაობდეთ. ამიტომ პირველი 6 თვის დაგეგმა მაშინ, როცა სამსახურში ხართ, განსაკუთრებით ფინანსურად ცხოვრების სტილის და ინტერესების გათვალისწინებით არის ძალიან ნიშნულოვანი ნაბიჯი. მერვე რაც უნდა განსაზღვროთ არის ალტერნატიული შემოსავლის ვარიანტები.
ჩემს შემთხვევაში მე მქონდა მეორე სამსახური, ანუ პირველი სამსახურიდან წამოვიდი და 6 თვე მეორე სამსახურიდან ისევ მქონდა შემოსავალი, ასევე მქონდა სახლი გაქირავებული და მქონდა აქციებში და კრიპტოში გაკეთებული ინვესტიციები და ეს იყო ჩემი ალტერნატიული შემოსავლის წყარო. ვიღაცისთვის შეიძლება ალტერნატიული შემოსავლის წყარო იყოს ის, რომ აქვს პერსონალური ბრენდი, აქვს რეკლამებიდან მიღებული თანხა, ანატარებს ლექციებს, აკოუჩებს, რაღაცა პროდუქტს ყიდის, კაფე აქვს. ყველა შეიძლება თავისი ალტერნატიული შემოსავლის წყარო ქონდეს და ძალიან კარგი იქნება თუ ეს ალტერნატიული შემოსავლის წყარო ფინანსური ბალიშის არარსებობის შემთხვევაში მაგალითად არ გაძლევთ სამსახურის ხელფასი იმის საშუალებას, რომ 6 თვის ბიუჯეტი გქონდეთ, რომ წამოხვედით, ხო? ამ დროს შემოგვაქვს ალტერნატიული შემოსავლის წყარო, რომელიც იმ საბაზისოს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს, რაც გჭირდებათ ყოველთვიურად, რომ ხარჯოთ და ფიქსირებული ხარჯები რაც არის, არ ვიცი, სახლის, მანქანის, კომუნალურების, ბანკის თუ ასეთი არსებობს და ასე შემდეგ. ალტერნატიული შემოსავლის წყაროებზე არ ვიცი, გაქვთ თუ არა ინტერესი, შემიძლია რომ ჩავწერო ცალკე ეპიზოდი, რა ალტერნატიული შემოსავლის წყაროები არსებობს სხვა ქვეყნებში, რაც შეიძლება რომ საქართველოშიც გამოიყენოთ, დანერგოთ თან, როცა გვაქვს ინტერნეტი და კომპიუტერთან წვდომა. მეცხრე ნაბიჯი, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, არის ის, რომ თუ თქვენ არაპირებთ ცხოვრების სტილის ცვლილებას და ვალდებულებების შემცირებას წინასწარ, მაშინ სავარაუდოდ უფრო დიდი დრო უნდა დარჩათ იმ პროფესიაში და იმ საქმეში, რაც ხართ იმისთვის, რომ დააგროვოთ ზუსტად იმდენი თანხა, რასაც ხართ შეჩვეული ყოველთვიურად, რომ ხარჯავდით. მაგრამ ჩემი რჩევა იქნება ის პროფესია ან ის გარემო, რომელიც თქვენთვის ტოქსიკურია, მალე შეიცვალოთ და ნაკლები იმოგზაუროთ, სახლი აღარ იყიდოთ, ტანსაცმელში იმდენი ფული აღარ დახარჯოთ. ანუ მართლა აუცილებელი, რაც არ არის უახლოესი პერიოდი, მაგალითად 1 წელი აღარ იყოს თქვენი ცხოვრების და სტილის შემადგენელი ნაწილი და გადახედოთ რა არის საჭიროება და აუცილებლობა და რა არის დამატებითი, ესე ვთქვათ, ექსტრა ფუფუნება. ცოტა ხანი მაინც, ესე ვთქვათ, შეზღუდული ვალდებულებები გქონდეთ და ცხოვრების სტილი, რომ დაისვენოთ, დაფიქრდეთ, დასტაბილურდეთ და მიხვდეთ რა გინდათ ცხოვრებისგან და რა გინდათ რომ აკეთოთ შემდეგი 5 ან 10 წელი, იმიტომ რომ ყოველთვის შეიძლება ჩვენი პროფესია შევიცვალოთ, მაგრამ თუ პროფესიაში არ დავრჩით 5-დან 10 წლამდე მაინც შანსი იმის, რომ მან ექსპერტები გავხდებით და მასტერები და ყველა ჩვენთან მოვა და ამით გამდიდრდებით და რეალურად სარგებლის მიცემა შეგვიძლია, არის ნაკლები. როგორც ამბობენ, ყველა პროფესია სჭირდება 10,000 შრომა მაინც, რომ გახდე ამ პროფესიის ექსპერტი, მაგრამ რა თქმა უნდა ინდივიდუალურია, არ ვამბობ, რომ ყველას 10,000 საათი გვჭირდება, მაგრამ ახალი პროფესიის შეძენას ან საქმის დაწყებას ნამდვილად სჭირდება რესურსები და დრო და იმის მოლოდინი, რომ 3 თვეში იგივე ხელფასი გექნებათ, რაც 15 წელი რო კარიერას აშენებდით, ნაკლებად უნდა გქონდეთ, თუმცა არის გამონაკლისები და ძალიან გამიხარდება მაგ გამონაკლისებზე თუ გაქვთ ინფორმაცია, თუ ასევე დამიწერთ კომენტარებში ან გამომიგზავნით Instagram-ზე დაირექტში. მეათე ნაბიჯი არის, რომელიც მე არ გამითვალისწინებია და ვისურვებდი რომ გამეთვალისწინებინა, ვის შეუძლია რომ დამეხმაროს. ანუ ამ პროცესში განსაკუთრებით თუ გყავთ ოჯახი, ძლიერი ნათესავები, სამეგობრო წრე, კარგი ნეტვორკი, ანუ თუ ხართ მყარად ადამიანურ კონტაქტებში, შეგიძლიათ რომ განსაკუთრებით ახალი სამსახურის პოვნის მიზნით გამოიყენოთ ეს კონტაქტები და თუ საქმის დაწყება გინდათ ახლიდან, მაგალითად მოიძიოთ რესურსები, როგორიც არის მხარდაჭერა, თქვენი გვერდის გადაზიარება, თქვენი საქმის, ესე ვთქვათ, არ ვიცი, კაფე თუ გახსენით გახსნაზე, რომ მოვიდნენ, ხშირად იარონ, კომენტარი დაგიწერონ, შეიძლება ვიღაცამ ფინანსური მხარდაჭერაც გაგიწიოთ, ანუ
იფიქრეთ ამ თქვენ სამსახურიდან წამოსვლაში ვის შეუძლია რომ დაგეხმაროთ. თუმცა ეს არ არის ვალდებულება რომ ან აუცილებლობა რომ ვიღაც უნდა დაგეხმაროთ, მაგრამ კარგი იქნება ამ გზაზე თუ არ იქნებით მაინც და მაინც მარტო. და ბოლო ნაბიჯი არის ვადების განსაზღვრა. თუ მოდიხარ, როდის მოდიხარ, რა ვადაზე ყოფნის შენი ფინანსური ბალიში, თუ ფინანსური ბალიში არ გაქვს ალტერნატიული შემოსავლის წყარო რა ვადაზე ყოფნის, თუ ახალ სამსახურში გადადიხარ, როდის გადადიხარ, თუ მაგალითად ახალ საქმეს იწყებ, რამდენ ხანში იწყებ, როდის გახსნიდან რამდენ ხანში იქნება ესე ვთქვათ პირველი თანხის ბრუნვა და შემოსავალი ხელმისაწვდომი, ანუ ამ დაგეგმას უნდა მიუდგეთ, როგორც კომპანიები უდგებიან smart goals, რასაც ეძახიან, მაგის ნიმუშიც მაქვს, სხვათა შორის როგორ უნდა დაამუშავოთ ინდივიდუალურ მიზნებზე smart-ის ფორმატით თქვენი ესე ვთქვათ მიზნები, რაღაც ტავტოლოგია იყო, მაგრამ არა უშავს და ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოთ და ასევე დამატებით რაღაცეები უნდა გაითვალისწინოთ და დაგეგმოთ, რაც თქვენი ცხოვრებიდან და ვალდებულებებიდან და გარემოებიდან გამომდინარეობს. ახლა გადავიდეთ კითხვებზე. რა უნდა მქონდეს მომზადებული, სანამ გადაწყვეტილებას განვაცხადებ? გადაწყვეტილების განცხადებასთან დაკავშირებით თუ იგულისხმება სამსახურის გარეთ მეგობრების საქმის კურსში ჩაყენება, ოჯახის წევრების და ასე შემდეგ, ჩემი რჩევა იქნება, რომ საქმის კურსში ჩააყენოთ უშუალოდ ის ადამიანები, ვიზეც იქონიებს გავლენას. მაგრამ თუ თქვენ სამსახურიდან წამოსვლის გადაწყვეტილება, ან პროფესიის ცვლილების გადაწყვეტილება მიღებული გაქვთ, ეს არ უნდა იყოს კითხვა საქმის კურსში ჩაყენება, ეს უნდა იყოს, ეს არის ჩემი გადაწყვეტილება, გთხოვ გვერდში დამიდგე და პატივიცე ამ გადაწყვეტილებას და მე ზოგადად არავის არაფერი არ შეუთანხმებ, გულისხმობ, რომ ოჯახის წევრების გარდა ისიც მათაც სავარაუდოდ ვუთხარი დიდად არ განვიხილავს არავისთან, იმიტომ რომ ვიცოდი ძირითადი ნაწილი ადამიანების მეტყოდნენ, როგორ მოდიხარ ეგეთი სამსახურიდან. შემდეგი კითხვა არის, როგორ წამოვიღოთ კარგი რეკომენდაცია სამსახურიდან. ეს ვფიქრობ მნიშვნელოვანია, ასევე შეიძლება თქვენი ყოფილი დამსაქმებელი მერე თქვენი ესე ვთქვათ საკონსულტაციო მომსახურების მიმღები გახდეს. აქედან გამომდინარე, რეკომენდაციის წამოსაღებად ჩემი აზრით უნდა დაიცვათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რამდენი ხნით ადრეც წერია, რომ უნდა შეატყობინოთ, იმ ვადაში უნდა პირნათლად იაროთ. შეიძლება გითხრან, რომ მოდი ერთი თვის მაგივრად 2 თვეში წადი ან 3 თვეში წადი და შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, დათანხმდეთ ანაზღაურების სანაცვლოდ, უბრალოდ გააკეთეთ კარგი გადაბარება და დაშორდით მეგობრულად. არ არის საჭირო ინტრიგები და დრამები. როგორ გამოვიყენოთ ჩვენი ცოდნა საკუთარი ბიზნესის დასაწყებად? თქვენი ცოდნა გააჩნია რა ცოდნა გაქვთ და გააჩნია რა ბიზნესის დაწყება გინდათ. ისე მაგალითად რომ ვთქვათ, თუ ხართ იურისტი, მოგწონს თქვენი პროფესია, შეგიძლიათ გახსნათ თქვენი იურიდიული საკონსულტაციო კომპანია და შესაბამისად თავიდან თქვენ იყოთ წამყვანი ძალა, თქვენც იმუშაოთ მანდ, თან დაიმატოთ კადრები, შეიძლება ეს კადრი იყოს დროებითი კონკრეტულ საქმეზე მიმაგრებული. დღეს ბევრი იურისტი, ბევრი ბუღალტერი, ბევრი ფინანსისტი იღებს საქმეებს, ესე რომ შეიძლება საერთოდ სრულ განაკვეთზე არ მუშაობდეს კონკრეტულ ადგილას. ამიტომ შეგიძლიათ შექმნათ თქვენი გუნდი, რომელსაც თავიდან არ მიცემთ დაპირებას, რომ სრულ განაკვეთზე იყავი ჩემთან და ამდენ ხელფას მოგცემ, მაგრამ შეგიძლიათ რომ კონკრეტული საქმეები მიცეთ და თან გამოცდით ერთად კარგად მუშაობთ. თუ არ და ჩემი რჩევა ასევე იქნება, მიუხედავად იმისა, თუ რა ბიზნეს დაიწყებთ, ააშენეთ თქვენი პერსონალური ბრენდი, გამოიყენეთ სოციმედია და YouTube იმისთვის, რომ ხალხმა და ბაზარმა, დასაქმების ბაზარმა და დამკვეთებმა და კლიენტებმა გაიგონ თქვენს შესახებ და დარწმუნებული ვარ, რომ გეყოლებათ კლიენტები და თქვენს საქმეში ყველაფერი ნელ-ნელა თუ ჩქარა კარგად წავა.
ეს ეპიზოდი იმაზე ვრცელი გამოვიდა, ვიდრე მეგონა და დაგეგმილი იყო. ძალიან რომ არ გადაგღალოთ, გავყოფ ორ ნაწილად და მეორე ნაწილში ვისაუბრებ ფინანსურ მომზადებაზე, უშუალოდ სამსახურიდან წამოსვლაზე, სამსახურიდან წამოსვლის შემდგომ პერიოდზე და შეჯამებაზე და რაღაც რჩევებზე და რეკომენდაციებზე, რომელიც მაქვს საკუთარი გამოცდილებიდან და ზოგადად მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკებიდან გამომდინარე. ძალიან დიდი მადლობა, გთხოვთ აქტიურად დამიწეროთ კომენტარებში სამსახურის და პროფესიის ირგვლივ რა საკითხები გაინტერესებთ, რომ ჩავწერო შესაბამისი ეპიზოდები და დაელოდეთ ამ ეპიზოდის მეორე ნაწილს.